ეს არის დიდი დღე, ეს არის უთხეული დღე, ეს არის ფერისცვალება ჩვენი ღვიძლისა და მაცხოვრისა იესო ქრისტეს. ჩვენ მოგეხსენებათ, რომ როდესაც ყოველას წმინდა სამება, დინება, რომ ადამიანები ეხსნა კაცობრიობა, ჩვენი მაცხოვარი იესო ქრისტე მოვიდა ქვეყნად და იქცეოდა ჩვენ შორის, გადაგებდა და ყავდა თავისი მოწაფეები და მოციქულები. ის ცხოვრობდა პალესტინაში, იუდეას მიწაზე, გალილეაში და ერთხელ თავის მოწაფეებს, თავის საყვარელ მოწაფეებს ამორჩია მათგან სამი მოწაფე, პეტრე, იოანე და იაკობი და უთხრა, რომ ჩვენ ახლა უნდა წავიდეთ აი ამ მაღალ მთაზე და უნდა ვილოცოთ. და მართლაც ავიდნენ ერთ დიდ მთაზე, სადაც იესომ იცვალა ფერი, ანუ მისი სახე გახდა ელბარე და სპეტაკი, ისევე როგორც მისი შესამოსელი გახდა სპეტაკი და ელბარე. და ის აღარ იყო ჩვეულებრივი ადამიანი, არამედ მიიღო მან თავისი ნამდვილი სახე, ეს იყო უფალი ღმერთი იესო ქრისტე. და როცა ნახეს მისმა მოწაფეებმა ძალზე გაოცდნენ, ფერი ეცვალა და კიდევ უფრო გაოცდნენ, როცა ნახეს, რომ იესოს გვერდით დადგა ძველი დიდი წინასწარმეტყველი მოსე და მეორე გვერდით დადგა წინასწარმეტყველი ძველი ალყისა ილია. და ამის შემდგომ მათ იხილეს გრუბელი, ნათელი გრუბელი, რომელიც დაადგა იესო ქრისტეს და ამ გრუბელიდან ისმოდა ასეთი ხმა, ესე არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიმე სათნო ვიყავ ამისი ისმინე. და როცა ეს გაიგონეს მამა ღმერთის ხმა, იმ წუთში ძირს დასვირდნენ მოწაფეები იესო ქრისტეს, ისე შეეშინდა და ამის მერე მივიდა იესო და ხელით შეეხო მათ, იმიტომ რომ გრძნობაზეც აღარ იყო, ხელით შეეხო და წამოაყენა ისინი ფეხზე და ხედავდნენ, რომ მხოლოდ დარჩა იესო ქრისტე და იქ აღარ იყო წინასწარმეტყველები მოსე და ილია. და პეტრეს ისე გაეხარდა, რომ უთხრა, რომ უფალო, მოდი აქ ავაგოთ ტალავერი მოსესთვის და ილიასთვის. ეს იყო დიდი სასწაული, რომელიც აჩვენა თავის მოციქულებს, რომ ის იყო არა უბრალო ადამიანი, არამედ ეს იყო ძე ღვთისა, ღვთის ძე, ჭეშმარიტი ღმერთი. და ამის შემდგომ უთხრა იესომ, რომ თქვენ ეს უნდა შეინახოთ საიდუმლო და ეს არავის არ უნდა უთხრათ იქამდე, სანამ მე ჯვარზე არ ვაცვალო და არ ავდგინო. და მართლაც ეს იყო საიდუმლო მოციქულთა შორის, რომელიც შემდგომში მათ გაამჟღავნეს. რაც ნიშნავს უფლის ფერისცვალება და ჩვენ მას დახვარს ვსემთ და ვადიდებ. ეს არის ჯერ ერთი, რომ მან განამტკიცა თავისი მოციქულები, მოწაფეები, რომლითაც ეჭვი ეპარებოდა და არჩეროდა ბოლომდე და ეგონათ, რომ იესო იყო ჩვეულებრივი მოკვდავი ადამიანი და ისინი განამტკიცა და აჩვენა თავისი ღვთაებრივი ძალა. და მეორე ეს არის, რა თქმა უნდა, ჩვენთვის სასწავლებელი, რას გვეუბნება უფალი ამით. უფალი გვეუბნება, რომ ჩვენც ასევე გვაქვს ადამიანის სახე, ყველა ადამიანს, მაგრამ ჩვენს ფერს შევიცვლით. როდის? იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ხორცი და გვაქვს სული. ჩვენი ხორცი ამ ქვეყანაზე წუთის სოფელში იცოცხლებს დიდხანს 80 წელი, 100 წელი, მაგრამ მერე რა თქმა უნდა ისე მიწად გადაიქცევა ჩვენი ხორცი, მაგრამ ფერს იცვლის ჩვენი სული. ანუ ჩვენი სული მიიღებს თავის ჭეშმარიტ სახეს და ავაჩვენს მაცხოვართან, იესო ქრისტესთან და მიიღებს ღვთაებრივ სახეს. განხრთობა მოხდება ადამიანისა, ანუ ჩვენ ვიქცევით უფლის ნაწილად და ღმერთის დიდებაში ვიქნებით. აი ეს გითხრა უფალმა იესო ქრისტემ, რომ თქვენ ამ ქვეყნად ნუ შეგეშინდებათ, ნუ რაბლით, ჩვენ ყველას გველოდება ფერისცვალება. ეს არის სიხარულის დღე, კურთხევის დღე არის, გილოცავთ ამ დღეს, გლოცავთ ღმერთმა, დაგლოცავთ ღმერთმა მრავალს დაგასწროთ. ამინ.
თქვენი დღეგრძელობით, ჯანმრთელობით და გამრავლებით. უნდა მოგახსენოთ, რომ ხვალ არის ჩვენთვის დღესასწაული ტრადიციული ფერისოლების მეორე დღეს, ჩვენი მრევლი და ანგლისის ხალხი დღესასწაულობ ყავს ხოლმე სტუმრები და ხვალაც აპირებენ მობრძანებას ძალზე ცნობილი მიტროპოლიტები და ეპისკოპოსები 11 საათზე დაახლოებით ისინი ალბათ მობრძანდებიან, კიდე სხვა სტუმრებიც იქნებიან და ისინი თქვენ ყველას დაგლოცავენ მერქვა მრავალს დაგასწროთ და გაკურთხოთ ამინ. სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ამინ. აწდა მარადის და უკუნისამდე ამინ. ეხლა